ფინალში გამოვლენ გორელი, ლევან დემუროვი და ჭიათურელი ვაშა გაგნიძე 65 კილოგრამი. ჭიათურას და გორელი გორის ასრულებენ ბოლო ფინალისტი ყავთ, მათ ჭიათურას ერთი ყავდა და გორელებს საათი ერთი ჩემპიონობა გოგონებში. და მეორე პრეტენდენტი ყავთ ოქროს მედალში მოდიცა უკვე ლევან დემუროვი. ჩვენი თანაკომენტატორი ბატონი ალხან მიშოშიაშვილი იქნება დემუროვის მანქანაში და იმის შემდეგ შემოგვიერთდება ისე კომენტირებაში მოგეხმაროთ. გაგნიძე ევროპის ჩემპიონი იყო 19 წლამდელებში და 22 წლამდელებში ყოფილა პრიზიორი. დემუროვსაც ესრული ციკლი გავლილი აქვს. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში რამდენჯერმე იყო ის ევროპის ჩემპიონის და რამდენჯერმე პრიზიორიც. სტილს რაც შეეხება ის დემუროვი აგრესიული შემტევია ძალიან და ისეთ შეიტევას უფრო უნივერსალური მოძნელია როაშა გაგნიძე. ძალიან საინტერესო ბრძოლა გვერდის წინ. საცი არის გაგნიძე შეგვიძლია ვთქვათ. და სიმაღლეში ყოფილიყო დემუროვს ასაკში გაგნიძეს. შარშან 67-ში გამოდიოდა დემუროვი და მესამე 67-ში გამოდიოდა მესამე ადგილზე იყო დემუროვი და მეორეზე იყო გაგნიძე ორივე დემურქაჯაიასთან წააგო ნახევარფინალიდან მეორე ფინალი. პირველი შემტევი თავიდანვე ცხადია რომ დემუროვი იქნება და შეტევებზე იმუშავებს გაგნიძე ძირითადად. დემუროვის შეტევა იყო პირველი მოარტყა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაგნიძემ დაიცვა თავი. მოხათავად ჰქონდა ისეთი წერტში მოარტყა, თუ კარგად დავინახე გაგნიძემ. აი ესეთი შემტევი არის თავიდან ბოლომდე 9 წუთში შეუძლია ესეთ გააფთრებულ შეტევაში გაატაროს დემუროვმა და რეაქცია არ დაეწუნება, არც გამძლეობა გაგნიძეს. ნახოთ რას უპასუხებს ამ მეტოქის გამუდმებულ შეტევებს ვით უპასუხებს ჭიათურელი. მათი გაგნიძეს ჰქონდა ისეთი კარგი შეტევა, შემდეგ ახლო ბრძოლაში შევიდა. ისეთ შემთხვევა იყო, რომ გაგნიძემ წამოიწყო შეტევა. ყოველ ესეთი აფეთქება, რა თქმა უნდა, ესეთი ახლო ბრძოლით დასრულდება. კარგად მოიგერია პირველი შეტევა, უთავაზა გაგნიძემ მარჯვენა, მაგრამ შემდეგ უკვე შედეგიანი შეტევა ჰქონდა დემუროვს. არტურ ელიზბარიანი გახლავთ ახალქალაქელი ამ შეხვედრის რეფერი, ისევ შემდეგ უფრო შემდეგ პოზიციაში არის დემუროვი. ისეთ კარგად შევიდა, უზანაკარგოთ იდგა აი ამ შეტევაში გაგნიძე, შემდეგი შეტევაც მოიგერია. რაუნდის ბოლოა. ვერ გეტყვით ახლა ვერ მივიგო, ბევრი დათქმა იყო, ამის დამცველი ვარიანტი საჯები. მალე გეცოდინება შედეგი. 10-9 დემუროვი მისი ის უფრო აქტიური იყო და როგორც ჩანს მეტი დარტყმაც ჰქონდა. დაინახეთ შეხედა იქვე არის მონიტორის
ხსნელისგან მიიღო გაგნიძემ სავარაუდოდ გაგნიძემ ვეივათ უფრო აქტიური იქნება და ის თავათაც დაიწყებს შეტევებს. ასაკსაც შეეხება 20 წლის არის დემუროვის მეორე სეზონია კაცებში და 22 არის 23-ის გახდება გაიცად გაგნიძე. მეორე რაუნდი დემუროვი გაგნიძე დემუროვმა მოიგო პირველი. ამჯერად გაგნიძემ დაიწყო შეტევა და მეტოქეს მოუხდა მისი გაკავება. დასაწყისში შეესაბა ხა გაგნიძე მეტოქის შეტევის ჩახშობას, იმიტომ შემდეგ გაუჭირდება. ეხლა მხედავთ რომ ცოტათი უფრო აქტიურია გაგნიძე, ისიც იწყებს ხოლმე შეტევას. შემდეგ ყოველი ეპიზოდია ესეთ კლინჩით თავდება. საერთო სურათი იგივე ხო ვერ გეტყვით ხო ისე ძალიან ბევრი შედეგიანი და ყველასათვის ხილული დაწყმა იყო მეორე რაუნდში ცოტათი უფრო აქტიურია გაგნიძე მაგრამ ვერ ვიტყვი ეხლა მას რამე უპირატესობა აქვს ორი ორმხრივი შეტევა რომელიც დემუროვმა დაიწყო გუნდი არ ყოფილა თასმის შესაბამისად გაუშვა მსაჯმა ლევან დემუროვი აკურის კონდა საკმაოდ ბევრი შედეგიანი დარტყმა დამწყები ისევ დემუროვი იყო რა თქმა უნდა კიდევ ერთი კლინჩი ამჯერად ბაგირებთან და ბევრიც არ დარჩა მეორე რაუნდის დასასრულამდე 5-0 წააგო გაგნიძე მინიმუმ 3 მსაჯი ჭირდება მას 3 მსაჯის ხმა ჭირდება მას მეორე რაუნდში მეორე რაუნდის წაგების უფლება მას აღარ აქვს და თმანი გაეხსნა ეხლა ლაშას ბევრი არ უნდა იყოს დარჩენილი რაუნდის ბოლომდე ბოლო 10 წამი აი ესეთი გააფრთხებული ბრძოლა რო იქნებოდა ამის წინასწარმეტყველება შეიძლება ნახოთ ვის უფრო მეტი დარტყმა აღმოაჩნდა მეორე რაუნდში არაფერი არ შეცვლა დემუროვმა მოიგო მე-5 მსაჯის სიმპათიები მეორე რაუნდში და 28 ეხლა გაგნიძე სჭირდება რა ბრძოლის ვადამდე დასრულება ერთი შედეგიანი დარტყმა სვანაირად დემუროვი მოიგებს ორი ქულიანი უპირატესობა აქვს 5 მსაჯთან ანუ 5 მსაჯთან მან მოიგო მეორე რაუნდი
მესამე რაუნდი. ახლა დემუროვმა ისეთ შორი დისტანციიდან მარჯვენა ხუთი უფრო აქტიურია გაგმიძე, მაგრამ ისეთი უბრალოდ აქტიურობა რაუნდის უბრალოდ მოგება მას უკვე აღარ ეყოფ. ისეთი აგრესიული შეტევები აღარ აქვს უკვე დემუროვს, უთხილდება ტრავმა არ მიიღოს, რეალურად არსებითად მას პირველი რაუნდი მოგებული აქვს და ძალიან ახლოვანი ჩემპიონობასთან. სულიად შეიცვალა ეს მესამე რაუნდში ესეთ საერთო სურათი. ახლა მარჯვენა პირდაპირ გაგმიძემ შეტევებში, გააფრთხებულ შეტევებში ძალიან ფრთხილობს დემუროვი, როგორც წილი დარტყმა ჰქონდა, ახლა გაგმიძეს მარჯვენა ხუთი, მარჯვენა პირდაპირი და მარცხენა ხუთი. შესაძლოა მან მოიგოს კიდეც მესამე რაუნდი, მაგრამ უბრალოდ მოგება მას აღარ ეყოფ. 10-9 აღარ ეყოფ. საბოლოო წუთი უნდა დაიწყოს თუ არ დაწყებულა უკვე წამზომია ვგოთ ერთადერთი სამწუხაროდ. ათი წამი. გონგი ისეთ კარგი ბრძოლა ვნახეთ. შეიძლება გაგმიძემ მოიგო მესამე რაუნდი, მაგრამ ბრძოლას მოიგებს ლევან დემუროვი, ანუ გორელები დაასრულებენ. ორი ოქროს მედლით ერთი მოიპოვა, ეს ახლა გამოაცხადებენ ჩემპიონას ლევან დემუროვს და პირველი მოიპოვა ნინო კეჩხუაშვილმა. ჭია თურამაც დაასრულა, ერთი ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს და ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს ასევე თბილისელი გიორგი შონია. 70 კილოზე ვლაპარაკობთ, აქ ლევან დემუროვი გამოცხადდა ჩემპიონად. ნახოთ თუ ექნება მესამე რაუნდის შედეგები. მესამე რაუნდში ერთმა მსაჯმომ მისცა უპირატესობა, ლაშა გაგმიძეს საბოლოოდ ამან არაფერი არ შეცვალა, 5-0 მოიგო ჯამურად ლევან დემუროვმა. ეხლა კი ჩვენი რიგის მეხუთე ფინალი გიორგი ჟორჟოლიანი, მარნეული და ელნურ აბდულაევი რუსთავი.